ალმებით. საქართველოში აუცილებელია საგადასახადო კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც მოქალაქეებს დაუტოვებს ბევრად მეტ შემოსავალს, ხოლო ოცნების ჩინოვნიკებს ბევრად ნაკლებს მოსაპარად. პირველ რიგში ძლიერი საქართველო ლელო მოითხოვს დღგ-ს გადასახადის ვალდებულება 100.000 ლარის ნაცვლად წარმოიშვას 500.000 ლარის ბრუნვის შემთხვევაში. ეს ცვლილება ბიუჯეტისათვის იქნება მცირე დანაკლისი, ხოლო მნიშვნელოვანი შვება იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. მეორე უდიდესი პრობლემა საქართველოს საგადასახადო კოდექსში არის ქონების გადასახადის 40.000 ლარიანი ზღვარი, რომელიც ასევე 20 წლის წინ დაწესდა, რის შემდეგაც ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის გამო 40.000 ლარი ოჯახზე საერთოდ არ არის ის ზღვარი, რომელიც შეიძლება ქონების გადასახადის წარმოშობის ვალდებულებას ქმნიდეს. ბევრად რაციონალური იქნება ქონების გადასახადის ზღვარი 40.000 ლარიდან გაიზარდოს 100.000 ლარამდე. 2005 წელს დადგენილი საგადასახადო ზღვრები დღემდე უცვლელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ქვეყანამ არაერთი ეკონომიკური გამოწვევა გაიარა, კატასტროფულად გაიზარდა ინფლაცია, შეიცვალა ფასები და ფულის მწყიდველუნარიანობა, თუმცა სახელმწიფო კვლავ 20 წლის წინ დაწესებული კრიტერიუმებით ბეგრავს მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს. ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს მოქალაქეების ჯიბეებიდან ამოიღოს მილიონობით ლარი, რომელიც მერე კორუფციული სქემებით იხარჯება და ოცნების მაღალჩინოსნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს ამდიდრებს. საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა არის მოძველებული და ვერ პასუხობს ვერც მცირე და საშუალო ბიზნესის და ვერც საქართველოს მოქალაქეების გამოწვევებს.